წარმოიდგინეთ ეპოქა, სადაც დედნაცვალი საკუთარ გერს ჯერ ტახტიდან აგდებს, მერე თვალებს თხრის, ცოლს ართმევს და ჭუჭუნიაშვილზე ქორწინდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე-17 საუკუნის დასავლეთ საქართველოში, სადაც მორალი მოკვდა და დარჩა მხოლოდ ქაოსი. მოკლედ რომ ვთქვათ, ალექსანდრე მესამის სიკვდილის მერე იმერეთში სრული განუკითხაობა იწყება. დედოფალ დარეჯანს ძალაუფლება ისე მოსყურდა, თავის გერს ბაგრატს თვალები დასთხარა და ტახტზე თავისი ახალი ქმარი ვახტანგ ჭუჭუნიაშვილი დასვა. მაგრამ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. აჯანყებულმა თავადებმა ჭუჭუნიაშვილის დააბრმავეს და დაიწყო სრული ანარქია. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფონია იმ ისტორიისა, რის გამოც დღეს აქ შევიკრიბეთ. გაიცანით ჩვენი მთავარეგმერი თამარ ბატონიშვილი. ქალი, რომელიც თავის სილამაზის გამო მთელი დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების საცილობელი და ომების მიზეზი გახდა. ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთემ ეს ულამაზესი ქალი ოდიშის მთავარს ლევან მესამე დადიან შერთო ცოლად. თითქოს ყველაფერი რიგზე არა. მახსოვს წეღან დაბრმავებული ბაგრატი ვახსენეთ. ხო და ეს უსინათლო კაცი ადის იმერეთის ტახტზე. ლევან დადიანი გადაწყვეტს მის ჩამოგდებას, დაესხმება თავს, მაგრამ სასტიკად მარცხდება და ტყვედ უვარდება ბაგრატს. დარაშვება ბაგრატი, თავის ძველ ცოლს აგდებს და ლევან მესამის ულამაზეს მეუღლეს თამარს თვითონ ირთავს. დადიანს კი ნუგეშა თავის დას თინათის ატანს. კლასიკური ბარტერი მე-17 საუკუნის სტილში. ახლა მიადევნეთ თვალი არაგერიოთ. 1678 წელს იმერეთში არჩილი გამეფდა. ბაგრატი გარბის, არჩილი კი თამარს ისევ ძველ ქმარს ლევან დადიანს უბრუნებს. გადის ერთი წელი, ბაგრატი ბრუნდება, ამარცხებს დადიანს და თამარი ისევ მიჰყავს. მაგრამ თამარის ტრაგედია აქ არ მთავრდება. სცენაზე გამოდის გიორგი გურიელი, გურიის მთავარი, სასტიკი და უმოწყალო კაცი, რომელსაც სასწაულად უყვარდება თამარი. გურიელი ახალციხის ფაშას დიდ ქრთამსაც კი ჰპირდება, ოღონდ თამარი წამართმევინე და ჩემთვის მომაცემინეო. ბაგრატი ხვდება, რომ შარშია და ტახტის დაკარგვის ეშინია. ამიტომ გურიელის მოსაშორებლად თავის ქალიშვილს დარეჯანს აძლევს ცოლად, რომელიც სხვათა შორის თამარის ქალიშვილი იყო. 1691 წელს ბაგრატი კვდება. ტახტზე გიორგი გურიელი ადის და ისიც რას აკეთებს გურიელი, მაშინვე აგდებს მეუღლეს და ცოლად ირთავს საკუთარ სიდედრს, თამარს. შეიძლება ეს ყველაფერი ახლა ტრაგიკომედია ჟღერდეს, მაგრამ დაუფიქრდით თამარის ტრაგედიაზე. ეს ქალი უბრალოდ ნივთი იყო ამ გაუმაძღარი მორალისაგან დაცლილი ფეოდალების ხელში. ეს იყო ეპოქა, როცა ადამიანის სიცოცხლის ფასი დაეკარგა. ეპოქა, როცა ქართველები საკუთარ ძმებს და შვილებს უცხოეთში მონებად ყიდნენ. ტყვეთას ყიდვა ყვაოდა და უბრალო მარლისა და რკინის სანაცვლოდ ადამიანი ადამიანს წირავდა. თქვენ რას იზამთით ასეთ რეალობაში, რომ დაბადებულიყავით? დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.